ეპიზოდი მეორე. შავი იაგუარი. მეგობრის მანქანის საჭესთან ვიჯექი და გვერდით მეჯდა ჩემი ძმა. მაღალი სიჩქარით მივქროდი, რომ მომესწრო ფესტივალზე, სადაც ჩემი მეგობარი უკვე გველოდებოდა. გზად თვალი მოვკარი რაღაც ცხოველს და გულმა თითქოს ამომძახა, მოატრიალე მანქანაო. მოვტრიალდი და ნელი სვლით წამოვედი იმ ადგილისკენ, სადაც შევამჩნი ის, რაც ღმერთო, ეს რა არის? ილია, შევძახე მე ჩემს ძმას. ფოტო გადაუღე დროზე? არა, ფოტო არა, ვიდეო ჩართე. მოფარებული ადგილიდან იცქირებოდა ულამაზესი ყავისფერ კოპლებიანი იაგუარი. ასეთი არასდროს არსად არ მინახავს. გადმოვედი მანქანიდან და გავქვავდი, იაგუარი მიყურებდა. ულამაზესი, ბუმბერაზი და მეფური მზერა ჰქონდა. ასეთი ჭკვიანი და სიბრძნით ახსავსე თვალები მე არასდროს მინახავს. მივხვდი, რომ გავშრი და დავემონე ამ დიდებულ არსებას. მიხაროდა, რომ ხედავდი და ძალიან მინდოდა დრო გაჩერებულიყო, რათა თვალი არასდროს არ მომეწყვიტა მისთვის. იაგუარი ჩემსკენ წამოვიდა, დინჯად, აუღელებლად, უემოციოდ და მე მუხლებზე დავდექი იმისთვის, რომ მოახლოებულს ჩავხუტებოდი. ეს გაუასრებლად ვქენი და ისე მოხდა, რომ გულში ჩავიგარი და ავტირდი. მან კი ფერის შეცვლა დაიწყო. გახდა შავი, თვალები კი მკაფიო მწვანე. ისეთი ლამაზი იყო, რომ აღწერა კალმით შეუძლებელია. იაგუარი იჯდა, გაუმძღევლად, თითქოს ღრმა მედიტაციაში და ნელ-ნელა მისი ტრანსფორმაცია სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა. წინა თათებზე შავი ფეხსაცმელები ჩნდებოდა, შემდეგ მოსაცმელი და თვალებში კიდევ ერთხელ რომ ჩავხედე, მივხვდი, რომ ეხლა დამილაპარაკებოდა. და აი, ზუსტად ამ დროს, როცა მან თითქოს და ამომხედა, პირველი სიტყვის სათქმელად, ჩემმა ემოციამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ ლოგინში ავხტი, რამაც გამოიწვია ჩემი გამოღვიძება. ღმერთო, რა ლამაზი ხარ, ვინ მოვიდა ჩემთან შეცვლილი იერით და ვისი ამოცნობამ ვერ მოვასწარი? ასეთი ახლობელი და ამოუცნობი დარჩა მხოლოდ ჩემს სიზმრებში.